ჩვენ ვართ ლია და ლალი ელენე გოგებაშვილები. ეხლა ვარ სიონის ტაძარში. ეს არის დედა ტაძარი, ჩემთვის ასეა, მე ასე ვეძახი სიონს დედა ტაძარი. და სადაც გავატარეთ ყველამ ამ პირველმა მრევლმა ულამაზესი დღეები, დაუვიწყარი დღეები, აი განუმეორებელი დღეები. მე პირადად დღესაც იმ ინერციით და იმ სიყვარულით ვცხოვრობ, რაც ამ ეზოში მიგვიღია პატრიარქისგან. და თითოეული აქ კენჭიც კი ისეთი ძვირფასია ჩემთვის, არა მარტო ჩემთვის, აი ყველასთვის, რომ ხვდებით ძველი მრევლი ერთი და იგივე ტექსტით ვლაპარაკობთ სულ ყველა. ეს მარტო ჩემთვის არ იყო, ეს დაუვიწყარი დღეები და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ბედნიერი ადამიანები ვიყავით. ეს იყო წყალობა ღვთისგან, ამას ვერ დაიმსახურებ. ეს იყო საჩუქარი ღვთისგან. პატრიასთან შეხვედრა, მათთან მოსვლა, ალბათ მარტო უნდა გდომებოდა. და დანარჩენი თავისთავად ხდებოდა, პატრიარქი ყველას გულით იღებდა. ყოველ წამს მადლობ ღმერთს, მეც და ჩემი და ალბათ ნებისმიერი ვისაც ოდნავ შეხება გქონებია უწმინდესთან, რომ ის საოცარი დღეები განვიცადეთ. ის ყველაფერი, რაც მან გვასწავლა, მცირედით 1%-იც რომ აკეთო, რასაც ის გვასწავლიდა და დღემდე გვასწავლის, ალბათ სანიმუშო ქრისტიანები ვიქნებოდით. მისი მგალობლები ვიყავით. სანამ ეს ბიჭები ისწავლიდნენ და მართლა საოცარი თაობა მოვიდა მგალობლებს. ისეთი კარგად გალობდნენ, ჩვენი ვენებით თქვით, რომ თქვენ ისე კარგად გალობთ, ჩვენი ადგილი აქ აღარ არის. და პატარა ტაძრებში, კარის ეკლესიაში ვგალობთ. ლია სალაყაია იყო ჩვენი მასწავლებელი ყველა სრულიად საქართველოს და თამარ გურაშვილი. სად არ დავდიოდი წერილში ზევით დავდიოდი. აი ყველგან, აი თუ კი სადმე ღია იყო ტაძარი ჯვარის მამაში, ბეთლემში, სადაც მაშინ არ იყო. ჩვენ დავალაგეთ პატრიარქის კურთხევით. მეუფე დანიელის მრევლმა. დილა საღამოს უწმინდესთან ერთად ვესწრებოდით ლოცვებს, წირვებს, სამსახურები ორივეს ჰქონდათ. უკვე აღარ გვაინტერესებდა ერში სამსახური, მე საპროექტო ინსტიტუტში მუშაობდი, ჩემი და ფსიქოლოგია და ავლი ბზურავაშვილთან მუშაობდა და დავტოვეთ ეს ყველაფერი და წამოვედით. ჩაგვაბარეს შესამოსელის ოთახი. აი ახლა სადაც დღესაც ვცხოვრობ. მთელი კედელი სავსე იყო შესამოსელით. უწმინდესი თითქმის ყოველ საღამოს ჩამოდიოდა ეზოში და ჩვენ ახალგაზრდები ვიკრიბებოდით მასთან შესახვედრად და ერთი სული გქონდა, რას გვეტყოდე, გვასწავლიდა სიყვარულს, მიმტევებლობას, ზომიერებას გვასწავლიდა. პატრიარქმა დააწესა 4 შაბათობა დღე. 4 შაბათობით მივდიოდით გაჭირებული ადამიანების ოჯახში, თავშესაფარში და რაც შეგვეძლო, ვალაგებდით, საჭმელს უკეთებდით, ბაზარში მივდიოდით, მიქონდა საჭმელი, არ გვეზარებოდა, არც ვუკადრისობდით. მიუხედავად იმისა, ჩვენთვის ეს ძალიან ახლებური ცხოვრება იყო. 4 შაბათობებზე აუცილებლად ვკითხულობდით. გარჩევა იყო სახარების, ფსალმუნების, წმინდანთა ცხოვრების და დავალებები გვეძლეოდა მთელი კვირის განმავლობაში რა უნდა გვეკეთებინა. და არავინ აბსოლუტურად არ მოდიოდა ისე რომ ის საქმე არ ქონოდა გაკეთებული. აი წყუროდა ყველაფრის გაკეთება. ჩვენ რომ ტაძარში მოვედით, ჯერ კიდევ ებრძოდნენ ეკლესიურ ადამიანებს, გვეშინოდა დაჩოქება, პირჯვრის წერა, აუცილებლად იგებდნენ სამსახურში და მერე გვემუქრებოდნენ, რომ აი თუ კიდე წახვალ, ამას ჩვენ აუცილებლად გავიგებთ, მაგრამ უკვე არავის აღარ გვეშინოდა იმ პირიქით, აი უკვე გავეცანით წმინდანებს, მათ წამებებს, მათ მოღვაწეობას და ყველას გვინდოდა რომ რაღაც გაგვეკეთებინა, ისეთი რომ ქრისტიანები დაარქმოთ, არა მარტო ისე სახელით, ყოფილიყავით ნამდვილი ქრისტიანები. ყველგან დავყავდით პატრიარქს, მაშინ ბევრი გუნდი არ იყო მგალობლების და აი ტაძარი იხსნებოდა, მოსალოცად მიდიოდა, ვინმე გარდაიცვლებოდა, საზეიმო იყო, ჯვრის წერა იყო, სულ უწმინდესის გვერდით ვიყავით. ტაძრები გაივსო ხალხით. ყველა ასაკი, ყველა პროფესიის, ყველა წლის ადამიანი მოდიოდა.
თითქოს ადვილი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ რო ვუფიქსდები ახლანდელი გადასახედიდან, ეს იყო ძალიან რთული, მაგრამ უწმინდესი თითქოს ამას ადვილად აკეთებდა. და სულ ფიქრობდი რა იყო ამის მიზეზი, ასეთი იოლი კეთების და მერე მივხვდი რომ ის სიყვარულიდან აკეთებდა ამ ყველაფერს და იქ სადაც სიყვარულია ღმერთიც იქ არის და ღმერთი აკეთებინებდა ყველაფერს პატრიარქს. მამა რომ ჩამოდიოდა ყოველთვის ნახულობდა ხოლმე უწმინდეს და ისიც ისე იღებდა როგორც თავის აი უახლოეს მეგობარს, უძველეს მეგობარს, დასხდებოდნენ ერთად საუბრობდნენ. მერე ისე დალოცავდა უწმინდესი მამას რომ აი ისეთი ბედნიერია მოდიოდა მამა რომ აღარაფერი ჭამაც კი აღარ უნდოდა ხომ ყველაფრით ისეთი სავსე იყო. ერთხელაც მამა გარდაიცვალა ძალიან მძიმე ზამთარი იყო, აი წარმოუდგენელი ყინვა და კარის ეკლესიაში იყო მამა დასვენებული და უწმინდესმა რომ გაიგო, თვითონაც ავად იყო სიცხიანი. ხო და ჩვენ რა თქმა უნდა მივედით მასთან მოგვეფერა, ნუ გეშიფცა და მე აუცილებლად უნდა გამოვემშვიდობო ბატონ ვალიკოსო და მოვიდა დალოცა, პანაშვიდი იყო, გადაიხადა. და ესე არა მარტო ჩვენ ყველასთვის ასეთი თანაგრძნობა იცოდა. პირსახოცებზე ეს იმათი გაუთოებული არა. ხო, წირვის პირსახოცებს მოსვლის დღიდან ჩვენ ვუვლით, რეცხავთ, ვაუთოვებთ და დიკირტრიკირის სანთლებსაც სულ ჩვენ ვუგზავნით და ერთხელ ეტყობა დაავიწყდათ ბიჭებს წაღება ახლების და გადააუთოვეს თურმე. ხო და ეხლა ხას მომიყვნენ რომ მაშინა ჯერ კიდევ ყოველ იმაზე წირავდა პატრიარქი. ეს ლიალალის გაუთვებული არ არის, ეს რა მომიტანეთო. და აი ყველაფერი იცოდა, აი ყველაფერი აბსოლუტურად. კი არა აკონტროლებდა, ყველაფერს ხედავდა. და ეს ძველიბრელი რო ხვდებით ერთმანეთს, აი პირველი თემა სალაპარაკო არის უწმინდესი ჩვენი ეს საოცარი დღეები, სულ მოგონებებში ვართ სუპერ. ეს წმინდა ნინოს გზა რომ შედგა, სანამ წავიდოდი წინა დღეს ყველა დაგვიბარა და ყველას ჩამოგვირიგა სკვნილები და ამ სკვნილებზე ილოცებთ გზაშიო, რომ საქართველოსთვისო და იცოდეთო, რომ თვითოული თავიდან ბოლომდე სკვნილზე ლოცვა ჩათვალეთო, რომ მთელ საქართველოსო სკვნილით უვლითო. პირველი 4 წელი დავდიოდით უცვლელი გალობლები ვიყავით და ყოველდღე წირვა-ლოცვა ჰქონდა პატრიარქის კურთხევით. სოფელი არ დატოვებულა რომ არ კურთხებილიყო. ყველა სოფელი ნაკურთხია საქართველოს. ყველა სასაფლაო. და ისე რომ არ ველოდებოდით ხოლმე პატრიარქი, უცებ გავიგებდით რომ უწმინდესი ჩამობრძანდა და ვინახულებდა გაგონხნებდა საჩუქრებს ჩამოგვიტანდა რაღაც ხილი ტკბილეული დაგლოცავდა ჩვენ დაღლილები ვიყავით დღეში ხან 20 კილომეტრზე მეც დავდიოდით ეს დათესილი ის იყო მარცვალი რომელმაც საოცარი ნაყოფი გამოიღო პატრიარქოს სრულიად საქართველოს მოაქცია აი აგურა შენა აი აგურა შენა როგორ აშენა, აი კენჭები დაადო ერთმანეთზე. აი ესე ააშენა ეს ეკლესია, აი თავიდან, ფერფლიდან აღადგინა პატრიარქმა ეს ყველაფერი და ამას მე ან როგორ უნდა გავკეთნიერდე და ამას დიდი ჰიმნოგრაფი სჭირდება, რომ პატრიარქის ღვაწლი ცოტათი მაინც თქვას. იმდენად დიდი ღვაწლი აქვს პატრიარქს საქართველოს და ეკლესიის წინაშე. უწმინდეს უსურვები დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. ის ხო ამ ყველაფრის მაგალითია, გაძლების მაგალითია, მოთმინების მაგალითია, პატიების მაგალითია პატრიარქი. ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს ჩვენი ტკბილი, ჩვენი ძვირფასი პატრიარქი. ჩვენ და საიმედოთ. და ჩვენ კიდე მისი იმედები ყოფილიყავით და არ გაგვეცრუებინოს არავის მისი იმედი. მე ბერ მუხას მაგონებს ხოლმე, რომ მუხა მაინც მუხა, რაც არ უნდა ხწოვანი იყოს და ჩვენი პატრიარქი მუხა, რომელსაც მუმლი ვერ მოერევა ვერას.